მოგესალმებით, მეგობრებო, YouTube არხზე სამართლის ექსპერტი, გრძელდება პირველი იურიდიული პოდკასტი საქართველოში, სამართლის ექსპერტი. ხსნით მეორე სეზონს ვიწყებთ, ორთვიანი პაუზა გამოგვივიდა, რაც გადატვირთული გრაფიკიდან გამომდინარე, თუმცა ახალი შემართებით, ახალი ენერგიით ვიწყებთ ახალ ეპიზოდებს. დღეს გვყავს ძალიან საინტერესო სტუმარი, ადამიანი, რომელსაც ალბათ ქართულ საზოგადოებაში წარდგენა არ ჭირდება, ადვოკატი ვახტანგ მაჭავარიანი. ბატონო ვახტანგ, დიდი მადლობა, რომ გამონახეთ და გვესტუმრეთ. ძალიან გვიხარია და სხვათა შორის ჩვენი ერთგული მაყურებლის დიდი მოთხოვნა იყო თქვენი სტუმრობა და მათაც აუსრულეთ ეს სურვილია, თქვენ ხართ დღეს ჩვენი სტუმარი. მეც მოგესალმებით, მიხარია რომ გამონახეთ დრო და მოხვედით ჩვენთან. მადლობა პირველ რიგში სასიამოვნო არის ეს დაპატიჟება თქვენი. მე მინდა გითხრათ მადლობა იმას, რასაც თქვენ ახლა აკეთებთ, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის. სამართლებრივი განვითარების თვალსაზრისით საზოგადოების თვითონ ადვოკატების ურთიერთობებში განვითარების მიმართულებით და ყველა სახით. თქვენ ახდენთ პოპულარიზაციას იმ მიმართულების და იმ საქმის, რომელიც საჭირო არის თანამდებობებით ამ ქვეყნისთვის, და რომ ქვეყანა იმართება წესების მიხედვით, სამართლის მიხედვით, რამდენად ყველა თავის ვალდებულებას ასრულებს სხვა საკითხავი არის, მაგრამ წესები ყველამ უნდა იცოდეს და კანონი. შესაბამისად, მადლობა თქვენ რომ ხართ და მადლობა მეორე რიგში რომ მომიწვიეთ. მადლობა თქვენ. დავიწყოთ ზოგადი შეკითხვით, მეც მაინტერესებს ეს შეკითხვა. რამ განაპირობა რომ დღეს თქვენ ხართ ადვოკატი და რა გამოწვევებს ხედავთ ჩვენს პროფესიაში? ხო, ეს ადვოკატობა თავისთავად მოხდა. ჯერ პირველ რიგში სკოლის დამთავრების შემდეგ და 90-იან წლებში ოპერატიული მიმართულების თანამშრომელი ვიყავი, შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობდი. აკადემია მაქვს პოლიციის დამთავრებული და ამ პერიოდის განმავლობაში იქ მომცა ძალიან საკმაოდ დიდი გამოცდილება. შემდეგ რაღაც პერიოდი მე ბრიტანეთში მომიწია ცხოვრება და რომ ჩამოვედი განსაზღვრე თუ საბოლოოდ რა მინდოდა. პირველ რიგში პიროვნული თავისუფლება საქმის მიმართ, თავისუფლება აკეთებ იმას, რაც შენ გინდა რომ გააკეთო და შენზე არის ყველაფერი დამოკიდებული, შენი წარმატება თუ წარუმატებლობა. შემდეგ იცით რა, ეხლა ისეთ რაღაცას ვიტყვი. 90-იან წლები იყო ცხოვრებისა და მგლების ეპოქა. უნდა ესე დავარქვათ რა. და ისეთი პერიოდი იყო, რომ ვითომ სხვანაირად არ გამოდიოდა შესაბამისად. არც ხوارი მინდოდა ყოფილიყავი და არც მგელი. შესაბამისად, პირველად გადავწყვიტე რომ პოლიციაში სამწმუშაობა და იმდროინდელი ძაღლი გავხდარიყავი და შემდეგ, როდესაც უკვე რაღაცა პერიოდი გავიდა, მივხვდი რომ ყველაზე მნიშვნელოვანი რაც შემიძლია გავაკეთო, ეს არის ადვოკატურა, ადამიანების მოხმარება და სამართლის დადგენა. ძალიან კარგი. კაი, შეეხება გამოწვევები პირველ რიგში მიმაჩნია რომ ყველა ძალიან კარგი თაობა მოდის. ძალიან კარგი ახალგაზრდები არიან, მცოდნეებიც და ასე შემდეგ. მთლიანად ადვოკატურის გამოწვევად მიმაჩნია იურიდიული მარკეტინგი არ არსებობს, როგორც ესეთი. აი, ყველა მიმართულებაზე ჩაწერეთ და ყველა სახის მარკეტინგს ამოგიგდებთ. ამის ინსტიტუტები არსებობს, სასწავლო კურსები არსებობს. როგორ უნდა გაყიდოს ადვოკატმა თავისი მომსახურება. თან ეს მომსახურება ძალიან ბევრ რამეზე არის დამოკიდებული, ხო? მათ შორის ის რომ ეთიკის კოდექსი გაქვს, მათ შორის ეს არ არის რაღაც ესეთი ტურისტული მომსახურება, რომ პირდაპირ უთხრა რომ ამას გავაკეთებ, იმიტომ რომ დაპირების უფლება არ გაგაჩნია. როგორ უნდა მოახერხოს ადამიანებმა, ადვოკატებმა, რომ წარმოადგინონ თავისი თავი, კლიენტურა მოიზიდოს, მაინც ყველა ვარიანტში მაინც ეს ბიზნესი არის, ხო? არიან ისეთი კომპანიები, რომლებსაც მუდმივი შემოსავალი აქვთ, კორპორატიულად მუშაობენ და ასე შემდეგ, მაგრამ ადვოკატებზე რომელიც კერძო პრაქტიკას ეწევიან, ამაგათვის არის ძალიან დიდი პრობლემა და ეს კითხვის ნიშანი. დღეს ახლა თქვენ რასაც აკეთებს, ესეც მიმაჩნია რომ იურიდიული მარკეტინგის რაღაცა მიმართულება არის. ხედავ რომ წერენ ახალ ვიდეოებს, რაღაცა კასტინგ პოდკასტებს აკეთებენ, რაღაცა თავისი გამოჩენა უნდა ეს არის ძალიან კარგი. იმიტომ რომ კლიენტმა პირველ რიგში უნდა დაინახოს რომ რა იცი, რამდენად ცნობილი სახე გაქვს რომ შენ და მინდობა უჩდება. ძალიან ბევრი მიმართულება არის, რომლის გამოყენება შეიძლება და ამ მიმართულების სრულყოფა და ზრდა. ამიტომ მგონია რომ ეს გამოწვევა ადვოკატების წინაშე დგას. არის ახლა მაგალითად უცხოეთში არის რაღაც რუსეთშიც არის იურიდიული მარკეტინგის მიმართ რაღაცა სწავლებები, რომელსაც ცალკე პროფესია არის. კლიენტი როგორ მოქმედებს, როგორ უნდა იმუშაო, რა აურა უნდა შექმნა, რა სიტუაცია უნდა შექმნა, თორე. Დანარჩენი მიმართულებით ახლა მე რო დავიწყე იურიდიული
ადვოკატო საქმიანობა იმასთან შედარებით ახლა რაც ასოციაციის ვალდებულება არის გამოცდების სამთვიანი კურსი ეს მენტორული სისტემა ადაპტაციის პროგრამა ძალიან კარგად მუშაობს და 9 თვე რო არის ეს ადაპტაცია მენტორთან ვისაც უნდა ნამდვილად სწავლობს და ძალიან კარგი თაობა მოდის და ხაზი მინდა გაუსვა რომ ეგრეთ წოდებული მკვდარზე მენო კი აღარ არის ადვოკატი რომელიც აი 10 წლის წინა 15 წლის წინა დაახლოებით უკვე საქმეშია ჩართული ამ პერიოდში და ხვალ კლიენტი ხდება რომ მასზე დამოკიდებული არის რაღაცები და მის პროფესიონალიზმი შეუძლია რომ გადაარჩინოს ან მის პროფესიონალიზმი შეუძლია რომ ქონება დააბრუნებინოს და უკვე ისეთი ადამიანი ხდება ვის მიმართაც ნდობის ფაქტორი ამაღლებული არის საზოგადოების მხრიდან. ეს მარკეტინგული პრობლემი ხარ, რასაც თქვენ გაუსვით ხაზი, თქვენი აზრით როგორ ინდივიდუალური პრობლემაა ჩვენი ადვოკატების თუ სისტემური პრობლემაა ზოგადად ჩვენ პროფესიაში? მოდით რა პრობლემა არა, გამოწვევა უფრო არის, რომელსაც კონკრეტული პიროვნული თვისებებიდან, უნარჩვევებიდან გამომდინარე შეძლებს თუ არა რომ ადვოკატმა მიაღწიოს. ესე ძალიან ბევრი რამეზე არის დამოკიდებული. არიან ძალიან კარგი ადვოკატები, რომელსაც უჭირთ წერა შეუძლია, მაგრამ სასამართლოზე პროცესზე შეუძლია გამოჩენა უჭირთ ტელევიზორთან გამოჩენა, ეკრანთან გამოჩენა, კამერასთან გამოჩენა. ეს მისი ნატურა არ არის, ხვდებით? თუმცა დღეს ისეთი ეპოქა არის, რომ თუ რეკლამა გჭირდება და რაღაცა გინდა რომ დაგინახონ, ეს არის ყველაზე კარგი საშუალება, იმიტომ რომ უფასოა. რა ყველაფერთან ერთად და მართლა შენს ნიჭზე და უნარზე არის დამოკიდებული რომ შეძლებ თუ არ შეძლებ ამას. ამიტომ მგონია რომ ეს მაინც კონკრეტული პიროვნებების უნარები და ამ უნარების გაუმჯობესების მიმართულებით სამუშაო არის. იქ ძალიან ბევრი მომენტები არის, ახლა მარკეტინგი მართლა რეალურად უნდა გაითვალისწინო იურიდიული რეალობა, სამართლებრივი, საადვოკატო მოქმედებების აზრი და არსი და ამის მიხედვით უნდა ჩამოაყალიბო და ისე უნდა გაყიდო რომ შეცდომა არ დაუშვა ხო ხდებით გამოაქვეყნეთ სადაც გინდათ რეკლამა გადაიხადეთ ტელევიზიებში არაფრის მომტანი არ არის და როგორი მომენტი არის ეცი კლიენტისათვის ძალიან მნიშვნელოვანი არის რომ იცოდეს ვის აბარებს თავის საქმეს რა თქმა უნდა როგორც მინიმუმ მას რაღაცა უნდა იცოდეს ამის შესახებ სულ არ ჭირდებოდეს თუნდაც ის ვიდეოები თავისი პროფესიული განვითარების ეს რაღაცა ბიბლიოთეკასავით გექნება როდესაც უკვე მე ადამიანები ჩაიხედავენ შენ შესახებ და გაიგებენ რომ რეალურად რისი გამკეთებელი ხარ და რისი არა ხარ ამიტომ მგონია რომ აი ამისი გამოყენება ინტერნეტ სივრცის ამ მიმართულებით ძალიან საინტერესო იქნება მეორე ადამიანებთან ურთიერთობა კლიენტთან ურთიერთობა ამას წლები ჭირდება რა თქმა უნდა და ნერვები და პრაქტიკა და მოგეხსენებათ ჩემთან რომ კლიენტებთან ურთიერთობაც არც თუ ძალიან ადვილი არის და მაგათაც კიდე წარმოჩენილი პრობლემები და როგორ უნდა დაალაგო მაგათთან რომ არ წვადი დაწვა არ ჩამფური და შენი ავტორიტეტი შეინარჩუნო მაგრამ უკვე ზედმეტებიც რომ არ მოუვიდნენ ეს ყველაფერი დრო ჭირდება ამას და გამოცდილება თუმცა ეს მაინც პიროვნულად კონკრეტული ადვოკატის უნარჩვევებზე არის დამოკიდებული კი ბატონო ახლა თქვენ მრავალსეგმენტიანი პროფილით მუშაობთ და დიდი ხნიანი გამოცდილება გაქვთ ადვოკატო საქმიანობაში. თუ შეგიძლიათ გითხრათ, საქართველოში ყველაზე მეტად რომელი საქმეების კატეგორიაზე არის დავები და რამდენად ეფექტიანად ახორციელებს სასამართლო ამ პრობლემების გადაჭრას. მე მგონია რომ ყველაზე დიდი სიგიჟე ახლა რაც ხდება ნასყიდობა გამოსყიდვასა და იპოთეკასა და სესხის ხელშეკრულებასთან მიმართებაში ხდება დღეს როგორც მოგვიხსენება, არ შეიძლება ფიზიკური პირის ქონების ჩადება სესხის სანაცვლოდ, ხო? მაგრამ მევახშეობა და მეჩარჩეობა არავის არ შეუწყვეტია და დღევანდელ დღეს არის. რეალურად 99% ეგეთი თანხების, რომლებიც გაიცემა ნასყიდობა გამოსყიდვით. თუმცა ეს არის თვალთმაქციური გარიგება. დადებული იმისთვის, რომ დაიმალოს იპოთეკისა და სესხის ხელშეკრულება. შესაბამისად, ყველა ესეთი ხელშეკრულება არის თვალთმაქციური. დღევანდელ დღეს მგონია რომ ყველაზე მეტად, მაგრამ საქმე ეს ის შემთხვევა არის, რომ ამ შემთხვევაში რეალურად აგებენ მევახშეები და არა ის ადამიანები, ვისაც ამ წესით აქვს ფული აღებული. იმიტომ რომ სასამართლო გადაწყვეტილება თუ დამტკიცდა რომ თვალთმაქციური არის, სასამართლო გამოიტანს ამასთან მიმართებაში გადაწყვეტილებას, რომ იმას დაუბრუნდება ქონება, უძრავი ქონება მეორე მხარეს დაუბრუნდება, უნდა დაუბრუნდეს თანხა. აქ უკვე მეორე პროცესი უნდა დაიწყოს იმასთან მიმართებაში, რომ ეს ქონება გაიყიდოს. დამატებითი თანხა უნდა დახარჯოს. თანხა უნდა დახარჯოს, დრო უნდა გავიდეს და მე რომ მორჩება ხო და გამოსახლების საკითხი დადგება, მე კიდე გამოსახლების საკითხზე უნდა იდეოს. მე მინდა უთხრა ყველას თქვენს მაყურებელსაც და საერთოდ ჩემ ვიდეოებშიც ვიზახით, ვისაც ამ წესით აქვს ნასყიდობა გამოსყიდვით თანხა
აღებული და თავისი ბინა ჩადებული, ყველა მათგანს აქვს გასაბათილებელი ხელშეკრულება. შესაბამისად, ეს ახლა ამ ბოლო ხანებში კი არა და დიდი ხანი არის ეს საკითხი დგას და მინდოდა რომ ამაზე გავამეხვილებდე ყურადღება. ამასთან ერთად მნიშვნელოვანია სესხის ხელშეკრულებების შეთანხმებები, ხანდაზმული სესხები, ხელშეკრულებები ბინის შეძენის დროს, ძალიან ბევრი საკითხები არის. სხვათა შორის ოჯახური ძალადობის მიმართულებით შეიცვალა საერთო სურათი, იმიტომ რომ ცნობიერება გაიზარდა ადმინისტრაციული ერთი პერიოდი, აი კოვიდის შემდგომ პერიოდში ძალიან გააქტიურებული იყო ეს საკითხი. ჩაიკეტა ხალხის სახლში და ხო და თან იცით როგორი მომენტი არის ხა მე ბოლო ხანებში სულ სამოქალაქო ადმინისტრაციული მიმართულება და ჩემთან ერთად კორპორაციულზე მუშაობ, ამიტომ სისხლს ბოლო ხანებში ნაკლებად ვეხები, თუმცა რამოდენიმე ისეთი საინტერესო საქმე მაქვს, ჩემთვის ინტერესს რომ წარმოადგენს და ერთიანობაში მე ხა როგორ მუშაობ, მაქვს კონსულტაციები, რეკავენ ყველა თემასთან მიმართებაში. მოდიან, საუბრობთ და მე მაგის მიხედვით უკვე თუ ვერ დავამთავრებთ იმ დღეს მეორე შეხვედრა გვაქვს ამასთან მიმართებაში, მოვიძიებთ დოკუმენტებს. ძალიან საინტერესო არის ეს პერიოდი იყო მიწების რეგისტრაციის საკითხი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო, იმიტომ რომ რაღაც ბუმი ატყდა, მაგრამ ერთი რამეს ვეტყვით რომ ამ ბუმს და ყველა მიწები რომ დაირეგისტრირა ძალიან მალე მიწის გადასახადი შემოვა და ეს კაპიკ მოატარებენ სისტემურ რეგისტრაციას უფასს დაკეთებენ, ამას შემდგომ გადასახადები მოყვება ძალიან მალე. უფასო არაფერი არ არის. ხო, რა თქმა უნდა, სახელმწიფომ ისე ძალიან მნიშვნელოვანი საქმე გაკეთდა მაგ მიმართულებით, რომ აისახა ელექტრონულად მთლიანად საქართველოს მიწები და მაგ მიმართულებით მართლა ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა გაკეთდა. როგორია უცხოელ ინვესტორებთან ურთიერთობა საქართველოში? რა პრობლემებს აწყდებიან ისინი, როცა იწყებენ ბიზნესის კეთებას საქართველოში, ან თუნდაც შემდეგ ეტაპზე, როცა უკვე დაიწყეს ბიზნესი და რა პრობლემებია ის ძირითადი, რაც აღმოჩნდა და გამოჩნდა ამ პერიოდში? მოდით ახლა ეს ორ ნაწილად გავყოთ რა. ერთი არის საკანონმდებლო ბაზა, რაც გვაძლევს და რის საშუალებას აძლევს და მეორე პრაქტიკაში რამდენად განსხვავებული სიტუაცია გვაქვს. კი ბატონო, გავყოთ. თვითონ საკანონმდებლო თვალსაზრისით ახლა მინდა გითხრათ რომ ერთ-ერთი ყველაზე ნორმალური კაცუდი სიტყვა შეიძლება კიდევ ერთი ყველაზე კარგი საკანონმდებლო ბაზა არის საქართველოს ინვესტიციების განსახორციელებლად გამარტივებული წესით არის რეგისტრაცია მარტივი არის, ამიტომ ეს მიმართულება ახლა ძალიან მნიშვნელოვანია. გააჩნია ჯერ მოდით შევხედოთ იმას, რომ რა კატეგორიის ინვესტორებზე ვლაპარაკობთ, მეორე საკითხავე რომელი ქვეყნიდან არიან ეს ინვესტორები, თუმცა მინდა გითხრათ, რომ არანაირი ხელოვნური წინაღობა არ არის იმასთან მიმართებაში, რომ ის უცხოელია თუ ქართული არის. რეალურად თუ რამე პრობლემა არსებობს, ორივესთვის ერთნაირი არის ამ მიმართულებით. რაც შეეხება ხო, აი ეს უცხოელი ინვესტორების თვალსაზრისით, ხო, ახლა ნუ რასაც უყურებთ, ძალიან ბევრი არიან, ახლა რუსები, ებრაელები არიან ძალიან ბევრი და სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები. თუმცა ერთ-ერთი ყველაზე იმათვის პრობლემა და ჩვენთვის კარგი არის, რომ მიწის ყიდვა არ შეუძლიათ, თუ საქართველოს მოქალაქეები არ არიან და აქედან გამომდინარე მინიმუმ 51% ფლობელი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე კომპანიის, რომ შეიძინონ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი. შესაბამისად, არ ვიცი, როგორ გითხრათ, მე ვერ ხედავ რაღაც ისეთ პირდაპირ წინაღობას კონკრეტულ საკითხს თუ არ შევეჩეხებით. თუ არ შევეჩეხებით მაგალითად იმას, რომ მერიასთან ურთიერთობაში რამდენად დროზე აკეთებენ და თავისუფლად სასამართლოს პროცესების გაწევა. სასამართლოს პროცესების გაწევა, ეს ხო, ეს თან მით უმეტეს 268 მუხლის, როდესაც მოიყო რაზე იყო იქ საუბარი, რომ თუ წინასწარ მხარეები შეთანხმდებოდნენ ხელშეკრულებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება შეიძლებოდა რომ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, დღეს ეს ამოღებული არის. რამოდენიმე მუხლი არის დატოვებული და იმასაც ძალიან იშვიათად იყენებენ. შესაბამისად, შენ იცი რომ შედიხარ უკვე მინიმუმ 3-4 წლიანი, თუ იქიდან ნორმალური კარგი ადვოკატი არის, გაწევრის ძალიან ბევრი მეთოდები არსებობს, თავისი არჩაბარება, ჩაბარებით და სასამართლოების გადადებით და ასე შემდეგ და აპელაცია, კასაციებით.
ძალიან დიდ დროს და ენერგიას მოიხმარს და ჩვენთვისაც ადვოკატებისთვისაც ძალიან რთული არის, იმიტომ რომ საქმეს აიღებ და 5 წელიწადი, 6 წელიწადი, 7 წელიწადი შეიძლება ელოდო, რომ რაღაცა ფინალამდე არბიტრაჟი და მედიაცია ხო არის უფრო გამართლებული ასეთ დიდი დავის საქმეებთან მიმართებაში, ანუ დროის ეფექტიანად მოგების მიზნით. გეთანხმებით, შეთანხმება ყველაზე მნიშვნელოვანი არის და ადვოკატებს ძალიან კარგად გვესმის შეთანხმების ფასი. მაგრამ აქ არის ერთი მომენტი რა. ხშირად მაგალითად მე რა წავად, მithumetes ოჯახის წევრები თუ არიან მხარეები, შედეგს ურჩევნიათ აი ეს მუდმივი ალიაკოთი, ოღონ 1 გრამი არ დაუთმოს თითქოს არ მცხოვრობენ. ხო, აი ამ საკითხს თუ გადაწყვიტავ, ამ მიმართულებით შესაძლებელი არის და კარგიც არის. ეს და რა თქმა უნდა მხარემ უნდა გამოიყენოს. გვაქვს არბიტრაჟის სასამართლო. საარბიტრაჟის სასამართლო საკმაოდ ძვირია და მართალი რო გითხრათ ავტორიტეტი არც თუ ისეთი მაღალი აქვს. კი, ერთ-ერთი პრობლემა არის ის, რომ არ არის განვითარებული ავტორიტეტი არ აქვს, არის ვის დაგინიშნავენ, შემდეგ იმას ვინ როგორ მოელაპარაკება და რა იქნება, ესეც დაცული მექანიზმი ბოლომდე არ არის. გადაწყვეტილებას ვეღარ ასაჩივრებ და სააპელაციო სასამართლო უბრალოდ საპროცესო მიმართულებით თუ ყველაფერი ნორმალურად გაქვს, გიდასტურებს შენ გადაწყვეტილებას. ამიტომ ესეც საკითხავი არის. აღარ ვსაუბრობ მე სახელმწიფოსთან მიმართებაში. იმიტომ რომ ჩინოვნიკები არავინ არ მოდის არანაირ შეთანხმებას, იმიტომ რომ მას ეშინია იმისი, რომ მე ამ შეთანხმების გულისხმობის პრობლემები არ შექმნას და სახელმწიფოსთან დავაში ხარ ბოლომდე. იმიტომ რომ ის არ შეგითანხმდება. იმიტომ რომ ეს მაგისი საქმე არ არის და ურჩევნია სასამართლომ გამოიტანოს საბოლოო გადაწყვეტილება, ვიდრე რამეზე შეგითანხმდეს, მე ამითი პასუხისმგებლობა აიღოს. და მე აღმოჩნდეს, რომ ვიღაცა ახალმა უფროსმა დაუწუნოს ის ნაბიჯი და სამსახური დაკარგოს ან რაღაცა ეგეთი მოყვეს. ამიტომ სირთულეები ამ მიმართულებით არის და მე რა შეეცვეთახმებით. და ეს არის არბიტრაჟის სასამართლოს სწორი განვითარება, სწორი საკანონმდებლო ბაზის ჩამოყალიბებაც. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სამოქალაქო საქმის განვითარებისათვის, ისევე როგორც გონია რომ ნაფიც-საჯულთა სისტემის განვითარება არის მთლიანად სისხლის სამართლის სისხლის სამართლის განვითარებისათვის. აქ არის ერთადერთი ეს გამოსავალი. საარბიტრაჟის სასამართლო. საარბიტრაჟი კი ნაფიც-საჯულთა სასამართლო. იმიტომ რომ დღეს ჩვენ რეალურად ჩვენ იურისტები კარგად მოგვიხსენება, როგორც არ უნდა შეიძლება ვერაფერს ვერ შეცვლი. ვიღაცა სასამართლოები მოგწონს, არიკლანი, არ არიკლანი, ყველას თავისი მოსაზრებები აქვს ამასთან დაკავშირებით. მოცემულობა არის, რომ ვერაფერი ვერ შეიცვლება. მოსამართლეებს ვერ შეცვლი, სისტემას ვერ გადააკეთებ ამ პერიოდის განმავლობაში და მასთან ბრძოლის ყველაზე მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი ნაბიჯი მგონია, რომ განვითარდეს ნაფიც-საჯულთა სასამართლო. ვინაიდან ადამიანმა იცის, რომ გაამართლებს თუ გაამტყუნებს, ის 12 ადამიანი გაატყურებს და ვერ დააბრალებს ვერავის სხვას, რომ იმან ჩამიწყო ან არ ჩამიწყო. დღეს გვაქვს ესეთი მოცემულობა, რამოდენიმე მუხლზე გვაქვს ეს მითითებული და ამისი განვითარება არ მიდის. შესაბამისად, ის ფული მე-5 ტალღა და მე-6 ტალღა რო იძახოდნენ, ნაფიც-საჯულთა სასამართლოს მოახმარონ, სწორედ განვითარდეს და ადამიანებს აღარ ექნებათ იმისი შეგრძნება, რომ უსამართლო სასამართლოა. რა თქმა უნდა, სისტემა გაჯასაღდება. დიახ, ადვოკატებსაც უფრო მეტი საშუალება მიეცემათ, რომ პიროვნულ პროფესიულადაც განვითარდეს, საქმის უნარებითაც განვითარდეს მაგ სიტუაციის და ის არ ქონდეს კიდე ადვოკატებს სალაპარაკოთ, რომ აი მე ყველაფერი გავაკეთე და ცერამ უკვე 12 ნაფიძი რო გყავს იქ უკვე ჩაწყობილი საქმე აღარ გამოდის. კი ბატონო. და ძალიან ბევრი რამე არის იგივე პროკურორზე დამოკიდებული, იგივე ადვოკატზე დამოკიდებული და მთლიანად სისტემაზე არის დამოკიდებული. ამიტომ მგონია რომ ეს ორი მიმართულება აუცილებლად განსავითარებელია, მაგრამ ეგ ორი მიმართულება რო განვითარდეს და მით უმეტეს ნაფიც-საჯულები რო განსაკუთრებით რეზონანსული საქმეები როცა აქვს, ამას დიდი მნიშვნელობა. ბატონო, ადამიანმა თვითონ უნდა აირჩიოს, რომელმა გამოუტანოს განაჩენი. ნაფიც-საჯულებმა თუ მოსამართლემ. აი მის საშუალება უნდა მიეცეს. თქმა უნდა.
გადავიდეთ სხვა საკითხზე. ჯარიმეს უნდა შევიხოთ, აი ხშირად არის თქვენ რა თქმა უნდა, ბევრი ადამიანი მოგმართავთ უკანონოდ დამაჯარიმეს, გამომიწერა პატრულმა, ზოგჯერ ავტოსაგზაო შემთხვევების დროს, ზოგჯერ პატრულის ზოგადი ჯარიმის დროს, ასეთ დროს ვიდეო ჯარიმების დროს, რა თქმა უნდა. აი ზოგადი გასაჩივრების პროცედურა, რა თქმა უნდა, ყველა მიწის ჯერ მიმართავ ადმინისტრაციულ ორგანოს, შემდეგ სასამართლოში შეგვიძლია გასაჩივრება, თუმცა თქვენი კონკრეტული საქმეებიდან გამომდინარე პრაქტიკა როგორ არის ამ საქმეების გამარჯვების, დავუშვათ რომ გაუქმონ მოქალაქეებს ჯარიმები. იცით რა, ადმინისტრაციული სასამართლოს მიმართ მინდა რომ გამოხატო მაგ კუთხით ჩემი დადებითი შეგრძნება. მაგ მიმართულებაზე ვსაუბრობ ხა კონკრეტულ შემთხვევაში. ყოველთვის ცდილობს რომ რამდენჯერაც გავასაჩივრე ადმინისტრაციული მიმართულებით, რომ ჩაწვდეს სიღრმემდე ბოლომდე და გადაწყვეტილება გამოაქვს სამართლიანი. უბრალოდ მტკიცებულებებს რამდენად სწორედ მიიტანენ. ამაზე არის ყველაფერი და საით მოიკვლევ მაგ მტკიცებულებებს. ეხლა მე ვარ ჩვეულებრივი ობიუატელი ადამიანი, რომელსაც არ მაქვს ადვოკატთან, სასამართლოსთან არანაირი ურთიერთობა. მომივიდა ჯარიმა, რა უნდა გავაკეთო? პირველი რაც მომდის ჭკუაზე, უნდა წავიდე ჯერ იურისტთან. რომ გავარკვიო რა გავაკეთო, ხო? სად დავწერო, როგორ დავწერო, რა გავაკეთო? ჯერ მარტო იურისტთან როგორც კი მიდიხარ, კონსულტაციის თანხა გადასახდელი, ხო? შემდეგ იმა რაღაცები უნდა გაგიკეთოს, უნდა ეს განცხადება მოგიბზავდოს, გააგზავნოს. აქ ვეჩეხებით აი ამ მომენტს, რომ რამდენად მიიღირს, თუნდაც რომ მოვიკო მე ეს, ხო? კი, გვაქვს ადმინისტრაციულში, რომ იმას სახელმწიფო შეგიძლია აანაზღაურებინო შენ მიერ დახარჯული თანხები. თუმცა ხა როგორც მოგეხსენებათ სამოქალაქო შეც როგორ აგვაქვს, რომ საბოლოოდ მიღებული კომპენსაციის 4%-ზე მეც სასამართლო ჰონორარში არ გითვლის. შესაბამისად, იქ ხა როდესაც ჩვენ ლაპარაკობთ თუნდაც 150 ლარიან ჯარიმაზე და მისი გაუქმებაზე, ხო, ჯერ პირველ რიგში თან შინაგან საქმეთა სამინისტროში 99% ტოვებს. პირდაპირ ხო. ხო, აი არც არაფერს ეთანხმება კონკრეტულ ოფიცერს, რომელმაც გამოწერა აღნიშნული ჯარიმა და მე როგორ სასამართლოში მიდიხარ. სასამართლოში მე დრო უნდა დაკარგოთ იქ მიხვიდეთ, ამიტომ ხვდებით თუ გაქვს შესაბამისი მტკიცებულებები, ჩემ მტკიცებულებების მოპოვებაც რთულია, ხშირ შემთხვევაში, უნდა გამოითხოვო კი ბატონოს, უნდა მიხვიდე რომ აი სურათები, კამერების გამოთხოვა უნდა გააკეთოთ, ხშირად შემთხვევაში თვითონ კამერაც, სამხარე კამერა ჩამორთული არ არის. და ასე შემდეგ. მე სუიცით რა მაინტერესებს კიდე ეს ორჯერ მოტანის თემა პოსტაზე, აი, ორჯერ თქვენთან როგორ ხდება, მოაქვთ პოსტას? არ მოაქვს. ხო და მე იწერება რომ ვითომ მოაქვთ, იმიტომ რომ რეალურად უაზრობა გამოდის მაგათვის, იმდენი ხარჯი გამოდის მაგათვისაც ორჯერ პოსტა მომიტანოს მე და ხელის მოწერის საკითხი დამადასტურებინოს, რომ ის ჯარიმაზე უფრო მათი პრობლემა ხდება. რეალურად და უბრალოდ ბოლოს მომდის რომ მოვიდა და არიყავით. აი ესა და მე მაგის მიწერენ და ისე ერთხელ ეგეც უნდა გავასაჩირო, რომ ნახოთ მოდიან თუ არ მოდიან რეალურად. ო ეგეც საინტერესოა როგორ მუშაობენ რეალურად, იმიტომ რომ მოდი შეხედოთ რა ვალდებულება აქვს. პირველად უნდა გამოგიგზავნოს დაგაჯარიმეს, როდესაც ტელეფონზე მოგდის ჯარიმა, ეს ვალდებულებას არ გიჩენს რომ გადაიხადო, ეს ჩაბარებას არ იგულისხმება. მითითებულია კიდეც SMS-ში რა იგულისხმება ჩაბარებად. რა თქმა უნდა. მაგრამ მათ უნდა პოსტით მოგიტანონ, თუ ერთხელ ვერ ჩაგაბარეს უკან უნდა დაბრუნდეს და მე მეორეჯერ უნდა მოგიტანონ. აი მეორეჯერაც თუ ვერ ჩაგაბარეს, მე გამოცხადება უნდა გააკეთონ და მაგის შემდეგ ჩაგეთვლება რა, მაგრამ მე არ მახსოვს ისე რომ ორჯერ ვინმე ჩემთან მოსულიყოს რა ვიცი. თან იცით როგორ მომენტი არის დაბლაი სადარბაზო შესასვლელია და რავი ხო გვარსაც არ ტოვებენ. მაგის კონტროლი ცოტა რთულია. არა, ხო ნუ სასამართლო კი გაარჩევს ისე მოვიდნენ არ მოვიდნენ როდის მოვიდნენ რომ შეიტანო მაგ მართლობებით რომ ორჯერ არ ჩამბარებია და ჩემი ხელის მოწერასა და არ დამხვდა აქვთ ისე არ დამხვდა რა არის არა ისე ხო არ დაგიტოვებია მარკა თუ რა ქვია მაგას რომელზეც ხელს აწევენ თქვენ ახსენეთ რომ როდესაც ჩაბარდება ჯარიმა პირველი იწყებს ადვოკატის მოძიებას პირადი ადვოკატის ასე ვთქვათ ინსტიტუტი დავარქვათ რამდენად უწყობს ხელს ზოგადად მოქალაქეთა თვითშეგნების და სამართლის განვითარებას და რა უნდა გაკეთდეს ამისთვის რომ პირადი ადვოკატის ინსტიტუტი პოპულარული გახდეს საქართველოში და ისარგებლო მამამსახურებით ადამიანებმა ჯერ პირველ რიგში საჭიროება უნდა დადგეს უყურეთ როგორი მომენტი არის აი კომპანიებზე ავიღოთ რა სანამ პიროვნულზე გადავალ და პირად ადვოკატზე გადავალ კომპანიებისათვის რა არის მნიშვნელოვანი იურიდიული პრობლემები და საკითხები არ არის ყოველდღიური მათი პრობლემა
შეიძლება ეს საკითხი მას ამოუვარდეს რაღაცა ან საკითხავი კონდეს ან გასაკეთებელი კონდეს ორ თვეში ერთხელ ან სამ თვეში ერთხელ ეს კაი ვარიანტი დაურეკავს თავის ახლობელს ან ვიღაცას მოიკითხავს მაგის მიხედვით გააკეთებს და ასე შემდეგ კი როდესაც უკვე რაღაცა შედიხარ და უკვე დიდი კომპანია ხარ და უკვე ეს პირდაპირ საჭიროებას წარმოადგენს ამის მიხედვით მე შენ შეგიძლია რომ აიყვანო უკვე კონკრეტულად რომელიღაცა კომპანია ან საადვოკატო ან ადვოკატი პერსონალურად პირადი ადვოკატის აყვანასთან მიმართებაში ხა საკმაოდ ხა ფუფუნება თან გინდა ის ამუნებაშდება ხო თან კარგი ადვოკატი გინდა ხო ხო გჭირდება იმათ კარგ ადვოკატს გამოცდილება უნდა ქონდეს თავისი საქმე უნდა იცოდეს შესაბამისად თავის უნდა ჯეროდეს და თავის ფას და ადვოკატის რა იყიდება დრო ყველაზე მნიშვნელოვანი არის დრო და თუ კარგი ადვოკატია რომელიც ძვირიღის მისი დრო საკმაოდ ძვირია შესაბამისად ჯერ ერთი საჭიროება უნდა დადგეს და მეორე რიგში თანხებთან მიმართებაში არ ვიცი ხა რო გითხრათ რეალობიდან გამომდინარე მგონია რომ დღეს საჭიროებას არ წარმოადგენს მართალი რო გითხრათ ჩემი მოსაზრება პიროვნულად ფიზიკური პირებისათვის ვლაპარაკობ ფულიანი ადამიანი არის რომელსაც რაღაცა ოჯახი ერთი არის რომ საქმეში გჭირდება მეორე პიროვნულად რა ვიცი რაში გჭირდება ადვოკატი რომ შეხედო მაგ საკითხს შეიძლება თქვენ რაღაც სხვა მოსაზრება აქვს ჩემი საზრით ესე არის ეს ძალიან აქტუალური თემას უნდა შევეხურათ ჩემი აზრით ჩვენთვის ადვოკატებისთვის ძალიან დიდი პრობლემა არის და ამაზე ადვოკატ ასოციაციაც მუშაობს თუმცა ნაბიჯები არ არის კონკრეტული გადადგმული საქმე ეხება პირველ ინსტანციაში წარმომადგენლობას რომ უნდა კონდეს წესით და რიგით ადვოკატი უნდა იყოს ის ადამიანი რომელსაც ექნება წარმომადგენლობა გითახმებით 100% თუმცა ერთი არის რომ არ არის ამდენი წლის განმავლობაში მაგრამ თქვენი აზრით რა არის ის ფაქტორი რის გამოც ეს ნება არ ხორციელდება აი ვიცით რომ მუშაობს ასოციაცია სხვადასხვა დაინტერესებული პირები საკანონმდებლო დონეზე უნდა გადაწყდეს ეს და მაგის შესახებ პოლიტიკური ნება არ არსებობს როგორც ჩანს ამის მიზეზი მაინტერესებს მართალი გითხრათ პოლიტიკური ნება არსებობდა არც ერთ ხელისუფლების დროს ეს არ არის რაღაც კონკრეტულად დღევანდელი ხელისუფლების პრობლემა მოდი ჯერ იქიდან გამომდინარე თავიდან რატომ უნდა იყოს აუცილებლად იმიტომ რომ თუ მოსამზადებელი ეტაპი დამთავრებულია, ყველა მტკიცებულება წარმოდგენილია. აპელაციაში მე აღარ უჩდება პროფესიონალ ადვოკატს არაფრის გაკეთების საშუალება. უბრალოდ იქ შენ სამართლებრივი მიმართულებით თუ რაღაცებზე იმსჯელებ. საქმე იწყება მომზადებით, მტკიცებულებების მოპოვებით, სწორედ ჩამოყალიბების, მოთხოვნის სწორედ ჩამოყალიბების, ფაქტობრივი მდგომარეობის სწორედ განსაზღვრით და სწორი სტრატეგიის დაგეგმით. ეს ხდება პირველ ინსტანციის სასამართლოში. შესაბამისად, მესმის, რომ ადამიანებს მაგალითად ურჩევნიათ, რატომ რომ უფრო იაფი გადაიხადონ, იმიტომ რომ ადვოკატებს ოდესაც მიეცემათ ამის საშუალება, ეს გარკვეულწილად იმის საფუძველი გახდება, რომ ადვოკატებისათვის გადასახდელი თანხა გაიზრდება, იმიტომ რომ მოთხოვნა გაიზრდება პირველ ინსტანციაში. შეტანებთან დაკავშირებით დღეს თუ შეაქვს მაგალითად 40% ან 50% რომ ადამიანებს რა ქვია პირებს რომლებსაც არ აქვს ადვოკატის ლიცენზია შემდეგ ხა ეს 50% ისევ ადვოკატო ლიცენზიაზე უნდა გადმოვიდეს შესაბამისად მოთხოვნა იზრდება ფასიც იზრდება ავტომატური რეჟიმით მე ვფიქრობ რომ ეს არის გარკვეულწილად ეს შეიძლება იყოს ხელისუფლებისათვის რაღაცა ადგილი, მან მომენტი, რომელსაც არ უნდათ რომ შეეხმენ და ათვის რაღაცა საკითხი არის კონკრეტული, მაგრამ მეორე მხრივ რო გითხრათ დანამდვილებით ვერც გეტყვით რატომ იძახიან უარს, თუ არა ეს. მაგრამ გონია რომ თუ არ მოხდა აღნიშნული საკითხის გატანა, ეს ადვოკატებისთვისაც ძალიან კარგი არის და მნიშვნელოვანი არის თუნდაც სწორედ და კარგი განვითარებისათვის რა. სულ ახლახანს 17 ოქტომბერს იყო ვეტერანთა დღე. როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, თქვენ ამ მიმართულებით ვეტერანთა უფლებების დაცვის მიმართულებით ახორციელებთ საქმიანობას. რა გამოწვევები აქვს და რა პრობლემები დღეს ამ ადამიანებს საქართველოში და როგორ უწევთ თქვენ დახმარებას? იცით რა, ძალიან საინტერესო სიტუაცია არის ვეტერანებთან მიმართებაში რა.
მე და ჩემი მეგობრები მაგ თემაში ვართ ჩართული ძალიან დიდი ხანია. ვეტერანთა დეპარტამენტი, რასაც ვიცით, მართველი ორგანო რაც იყო მაგ დროს, იყო თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი სამმართველო, რომელსაც არ გააჩნდა არც თავისი ფინანსები, არაფერი. შემდეგ აი ამ ბრძოლებით, ომით, ურთიერთობების დაალაგებით დაალაგდა ისე რომ დღეს არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც საკმაოდ კარგი დაფინანსება აქვს, გაკეთდა ახალი ოფისი. ამავე დროს ვეტერანებისათვის ეს მნიშვნელოვანი საკითხი რაც იყო ჰოსპიტალი, ეს ჰოსპიტალის გაკეთდა საუკეთესოდ აღიჭურვა ამ მიმართულებით და გარკვეული დახმარებებიც გააჩნიათ. თუმცა ამ მოცემულობაში გვაქვს ესეთი სიტუაცია, რომ კანონი ვეტერანების შესახებ არის 95 წელს მიღებული კანონი რაც შეეხება ვეტერანების შესახებ და გამოშიგნული არის. არაფერი არ არის შიგნით. რეალურად აქ არის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი ის, რომ ეს ყველაფერი არის ქვეყანაზე დამოკიდებული დღევანდელ ხელისუფლებასა თუ მმართველობაზე. რეალურად კანონით არ არის გამაგრებული არაფერი. წერია მხოლოდ კეთილი სურვილები. რომ ვეტერანებს ჩვენ მოვეხმარებით, ვეტერანებთან მიმართებაში უნდა იყოს პატივისცემა, თუმცა არ არის არაფერი გაშლილი კონკრეტულად და არ არის მითითებები განხორციელებული თუ რას წარმოადგენენ ვეტერანებს, რა უფლებები გააჩნიათ და ასე შემდეგ. თავიდან რომ მიიღეს მაგალითად ეს კანონი, ხო, იქ ჩაიწერა რომ დახმარებების საკითხი კონკრეტულად იყო განსაზღვრული. რომ იყო მაგალითად ის, რომ ვინც დაეხმარებოდა კომერციული ობიექტების მეწარმეები, მათ გარკვეულწილად შეღავათები ექნებოდა და ასე შემდეგ 36 მუხლი იყო. ეხლა რომ განახათ ამ 36 მუხლიდან დარჩენილი არის 7. იმიტომ რომ ახალ კანონებს ეწინააღმდეგება ყველაფერი და ყველაფერი გამოყარეს. ვერ მოახერხეს იმდენი რომ ყველაფერზე მიიღეს პრეზერვატივებზე მიიღეს კანონი. რა ყველაფერზე იღებენ კანონს, რა გახდეს ვეტერანებზე რომ კანონი მიიღონ და განისაზღვრონ ეს ადამიანები ვინ არიან, რას წარმოადგენენ და რა ურთიერთობა უნდა იყოს მათთან მიმართებაში. დანარჩენი ახლა რაც შეეხება ჩვენ მაინც ძირითადად არასამთავრობო ორგანიზაცია ვართ და ვიყავით და საკანონმდებლო მიმართულებით ვიმუშავეთ. დავიარეთ ყველა სოფელი, რაიონი, ავკრიფეთ მაშინ რა პრობლემებიც იყო მაგასთან მიმართებაში. იქ 1000 ლარიანი დაღუპულების ოჯახებთან მიმართებაში განისაზღვრა, იქ იყო რომ ზოგი იღებდა 100 ლარიან დახმარება, ზოგი ვერ იღებდა. და მნიშვნელოვანი იყო ეს ჰოსპიტალის საკითხი, რომელიც დაგრეულ მდგომარეობაში იყო და საერთოდ გაუქმება უნდა და იმდენს მივახციეთ, რომ ახალი შენობა აქვს გადაცემული და მართლა უცხოელი პარტნიორების დახმარებით და თვითონ ქვეყნის მხრიდანაც მოხდა ისე, რომ ერთ-ერთი საუკეთესო კლინიკას წარმოადგენს დღეს საქართველოში. ყველაფერს ჭირდება ბრძოლა, აქედან გამომდინარე ეს არის და ბრძოლა ჭირდება. თუმცა მინდა გითხრათ რომ ამ მიმართულებით ბევრი რაღაცები გაკეთდა ვეტერანებთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა პრობლემები ძალიან ბევრია. მე მაინც ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა მქონია ის რომ ვეტერანებს სჭირდებათ შესაბამისი პატივისცემა რომ მომავალი თაობებისათვის ისინი გახდნენ სანიმუშოები გმირების სახელები ქმნის მომავალ გმირებს. ის რომ დღე მომავალშიც ამ ქვეყანაში მეომრები იყვნენ რომ ადამიანები დღეს გაიხედა ჯარსჭასვლა არავის არ უნდა. შეიცვალა საკანონმდებლო კანონი მთლიანად. ძალიან ნორმალური კანონია. წინასწარ თუ ეტყვის ადგინდა წასვლა 6 თვე უნდა წახვიდა. აქვე იმას გააჩნია რომელ დანაყოფებში მოხვდებით. 6 თვიანი არის, 8 თვიანი არის, 9 თვიანი არის და 11 თვიანი არის რა. შესაბამისად თუ ისეთ სადესანტო ჯგუფში ან საომარ ქვეით ნაწილებში მოხვდები 6 თვეში გადიხარ, ხო? ეხლა აღარ არის იმაზე ლაპარაკი, რომ შლაგბაუმს რო წევდნენ ზემოთქვემოთ, არ არის რეალურად ეს მოცემულობა, ხო? ვეუბნები, რომ ჩემი შვილი 17 წლის არის. ვეუბნები, რომ მეთქი ამ 6 თვეში შენ იმხელა პრაქტიკას გაივლი, იმდენ გამოცდილებას მიიღებ, ცხოვრებაში ადამიანებთან ურთიერთობებს ისწავლი და შენ ეს 6 თვე არასოდეს არ დაგავიწყდება. თან შენი ქვეყნის წინაშეა ვალდებულებას მოიხდი. ამიტომ მგონია რომ ეს ყველამ უნდა გააკეთოს. მაგრამ ავტორიტეტი და რეპუტაცია ეგ არის და სახელი. აბა ისრაელში ახლა ვერ წარმოუდგენიათ ქალიან კაციანად, ყველა მიდის და ომობს. უბრალოდ სამხედრო სამსახურს გასდის, იმიტომ რომ მათთვის ეს საამაყოა და ჩვენთან აქ საამაყო არ არის. ეს ამ მიმართულებაზე უნდა იფიქროს ქვეყანამ, რომ თავის ქვეყანასთან მithumetes ისეთი გმირების შვილებს
მოუნდეს წასვლა. რა თქმა უნდა, მარტო ის ხო არ არის ერთხელ როდესაც ზომია და ანწუხელიძეა და გმირები ხდებიან, მეორე დღეს უკვე აღარავის აღარ ჭირდება. ესე არ არის. და ესე ვერ შექმნი მომავალ თაობას. თუმცა მომავალ თაობაზე დადებითის გარდა ვერაფერს ვერ ვიტყვი. ეს ნიჭიერი ბავშვები არიან ყველა მიმართულებით. უბრალოდ აქ სწორედ უნდა ჩაერთოს და არ უნდა იყოს ის, რომ მაგალითად გაჭირვებული ოჯახებიდან უნდა მიდიოდეს მარტო ჯარში. ბავშვი და ასე შემდეგ 6 თვე 8 თვე თუ არ სწავლობ მართლა ხო 19-20 წელი ხო რამხელა რომ ზიარაღის დაშლა აწყობას ისწავლი ამდენია როცა საგნებს იტენის რომ გაახანგრძლივოს 27 წლამდე მიახდეს რომ ჯარმა არ მოუწიოს ხო რამხელა გამოცდილებას მიიღებს ცხოვრებისეულობა მეგობარ შეიძენ კი ბატონო და მარტო ცხოვრება შეძლებ მე უკვე შენ თავში დარწმუნდები რეების გაკეთება შეგიძლია ძალიან მაგარი გამოცდილება არის ცხოვრებისეული და ამაზე უარის თქმა თან ისეთი მიზეზებით ეხა რომ არ აქვს რეალურად მიზეზი ხო რო ვესაუბრები ხოლმე რა მიზეზი გაქვს ეხა რა ვიცი აი მუშაობ რაღაცები ნუ ეხა ვიცი საათს მუშაობს ეხა 20-21 წლის ბიჭი რომელმაც ავი 6 თვე შენ თავში გაიზდები რა თქმა უნდა ეთანხმებით. ბატონო ვახტანგ, საინტერესო თემას უნდა შევეხო კიდევ, რომელიც ეხება მშენებარე კორპუსში ბინის შეძენას. ეს არის მე მგონი ის თემა, სადაც ადვოკატთან კონსულტაცია აუცილებელი არის იმ რეალობიდან გამომდინარე, რა რეალობა საქართველოში დგას. აი არჩევას მიცემდით იმ ადამიანებს, რომელიც მსგავსი ტიპის გარიგება აქვს უკვე დადებული, ან მომავალში აპირებს. იცით დღევანდელ დღეს რეალურად მაგალითად აი რა კითხვის ნიშნის ქვეშ ახარ როდესაც გინდა რომ შეიძინო მშენებარე კორპუსში ბინა. ნუ ჯერ პირველ რიგში მიდიხარ ნახულობ მიწავისია. მე რა კომპანია არის, რას წარმოადგენენ. და მშენებლობის ნებართვა მიღებული აქვს. აქამდე თუ აუშენებია. ხო, აქამდე რა აუშენებია, რა ტიპის ხელშეკრულებამდე არ მივდივართ ჯერ, ხო? პირველადი ინფორმაცია ავტორიტეტის არსებული მდგომარეობა და ასე შემდეგ. შედიხარ მაგალითად დასჯიზე და ნახულობ განცხადება შეტანილი გაქვს. შეიტან ბოლო პასუხს ამოიღებ, წაიკითხავ, საჯარო რეესტში შეხვალ, მაგრამ ამ ყველაფერს შეგიძლია რომ გააკეთო. მაგრამ როგორც ექიმი არის, ხო ხვდებით რა, კი შეიძლება რომ გაარკვიო, მაგრამ დიაგნოზს მაინც ვერ დასვა რეალურად. რეალურად მაინც გჭირდება ადამიანი, რომელიც ამას ყველაფერს გააკეთებს. თუ შეგიძლია ამისი გაკეთება, ხო? მაშინ არ გჭირდება ადვოკატი. თავისუფლად შეგიძლია კომპიუტერთან დაждე და შენ თვითონ მოიძიო აღნიშნული ინფორმაცია. შემდგომ უკვე ხო, როდესაც ამ კომპანიასთან შედიხარ ურთიერთობაში, მე მოგცემ ხელშეკრულებას. ხელშეკრულებაც მოდი შენ თვითონ გაიარე. და მე ჩემთან რომ მოდიან, ეხა იყო გუშინ წინ მოსული. აი სფეროსთან მიმართებაში. $35,000 ქონდა შეტანილი. ხელშეკრულება არაფერი არ იყო. რეალურად. ნოტარიულად დადასტურებული იყო რაღაცები, მაგრამ ხელმოწერა იყო თან მარტო დადასტურებული. კეთილი სურვილი იყო, რომ ერთ წელიწადში თანხას დაუბრუნებდნენ და მეტი არაფერი არ აქვს. თან ისე გადაავადა, რომ ვადის მოთხოვნის ვადაც არ აქვს დღეს უფლებაც. ჯერ კიდევ ვადა არის და ვადამოსული არ არის. აი, შეიძლება ავტომატურად კითხვა. $35,000 რომ იძლევი. კონსულტაციის თანხა 100-150 ლარი. არ ვიცი რამდენი არის. გადაიხედე რომ წაიკითხო ჯერ რა ხდება. ყველა სიტყვაში, ახლა რო დავიწყო ჩვენ მაგის გარჩევა, ჩვენ გავარჩევთ, მაგრამ ახლა მაყურებელს რო უთხრათ, ხო? ყველა აბზაცში, ყველა სიტყვაში თქვენ რო გონიათ, რომ ხელშეკრულებაში ყველაფერი თვალნათლელი არის. ერთმა სიტყვამ შეიძლება შეცვალოს მთელი არსი ამ ხელშეკრულების. აღმოჩნდეთ ისეთ მდგომარეობაში, რომ თავში ხელის თქმა არ გიშველოთ. ამიტომ შენებლობასთან მიმართებაში, როდესაც ვსაუბრობთ, მით უმეტეს და ამ ხელა თანხების ჩადებასთან დაკავშირებით, როდესაც ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა, აუცილებელი არის ადვოკატის აყვანა და რა პრობლემას ხედავ რა ვალდებულებებს, რომელსაც შენებლობი იღებენ ხშირად, მე იმპულს არასწორად ხარჯავენ, ერთმა კაცმა რო დაუდოს ყადაღა, მე ამას მოყვება რიგივით ჯაჭვით სხვადასხვების დადება, იმიტომ რომ მე ხო როგორ არის, თუ დაგაგვიანდა სარჩელის შეტანა, მე გასაყიდი აღარაფერი დარჩება და შესაბამისად იმ თანხის ამოღებასაც ვერ მოახერხებ, რომელიც შეტანილი გაქვს. ეხლა ამ სფეროზე, ხო? 37 თუ 38 სარჩელი ედო ერთ ჩემთან მოსულები იყვნენ ქონებას, რომელიც გადაცემული ქონდათ სფეროსთვის უკან დაბრუნება უნდათ.
37 ისა აქვს, რა ქვია, ყადაღა. იმიტომ რომ ნოტარიულად ქონდათ გაფორმებული ბევრზე რომ ყადაღის გაცემის უფლება და მთელ მათ ქონებას დაედო ყადაღა. მაგ რა მოხდება მე არ ვიცი, იმიტომ რომ ჯერ მარტო მოპასუხე 30 მოპასუხე როგორ უნდა ყავდეს საქმეზე, ხო? თან თუ ყადაღა უდევს, ყველა ვარიანტში მოპასუხეთ გინსაზღვრავს. ამიტომ რეპუტაცია და ავტორიტეტი ყველაზე მნიშვნელოვანი და ფულის ჭამას თუ ამიტომ არის სულ რომ ავტორიტეტზე აგებული სამშენებლო კომპანიები არიან და წვრილ კომპანიებთან მიმართებაში ძალიან დიდი გულისყური უნდა იმასთან ყველა ხელშეკრულება აქვს თავიანთ თავზე მორგებული რეალურად, სადაც აი ძალიან ძიმე პირობებში აყენებს კლიენტს რაღაც პრობლემის შექმნის შემთხვევაში და სწორი არა, ეხლა როცა ამ ხელათანხებს იხდი, ადვოკატთან კონსულტაცია არის და ჩემი მიზერულია ის თანხა, რასაც იქ იხდი და რაც კონსულტაციის ჭირდება. აი წეგა რომ საუბრობდით ზუსტად საარბიტრაჟო სასამართლოსთან მიმართებაში. უყურეთ, აი როგორი საკითხის წინაშე ვდგავართ რა. საარბიტრაჟო სასამართლო ამ შემთხვევაში გადაწყვეტის ძალიან კარგი საშუალება არის, რა, რომ უცბად დამთავრდება. თუ არა ამ სამშენებლო კომპანიებთან მიმართებაში ისეთი გამოწვრთნილები არიან, რომ ქედავებიან არ ვიცი მე რამდენი ხანით აი მაგალითად აქსისთან მაქვს 2012 წელს 13 წელს დაწყებული დავა რომელიც აი ყველაფერი გააკეთეს აუ ყველაფერი კანონის პარაგრაფში შესაბამისად მე მაგალითად ის რომ დაპირდებიან რომ მწვანე კარკასის მდგომარეობაში მოგცემს მე ეუნებიან რომ აი შავი კარკასში რომ მოგეცი კიდე უნდა გიხაროდეს იმიტომ რომ მაგალითად მეზობელს რა დაემართა ამიტომ ხელშეკრულების დროს ყველაფრის აღწერა საჭირო, ყველაფრის განსაზღვრა საჭირო, ჯარიმების სწორი განსაზღვრა და რა ვიცი, მე მაინც ამ შემთხვევაში რა ვიცი, როგორ გირჩიოთ, მაგრამ არბიტრაჟი მაინც, იმიტომ იყო ეს 268 კარგი რა. რომ ერთ წელიწადში მაქსიმუმ ამთავრებდით თემას. ეხლა ყველაზე დიდი პრობლემა ეგ არის, რომ იწელება ეს საქმე განსაზღვრულად. ნუ აი ეს მონაცემები გვაქვს და კიდევ ერთი აქტუალური თემა არის საქართველოში კანაფის და მარიხუანას მოხმარება. დღევანდელი კანონმდებლობის მიხედვით, რისი მოხმარების უფლება აქვს ადამიანს და რა უნდა გაითვალისწინონ, ვინც აპირებს და დამოკიდებულია არა მარტო აპირებს დღეს ახლა მოდი ამ საკითხს შევხედოთ ჩვენი საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი მოიხმარს ზოგი ბერს ზოგი ნაკლებს მაგრამ ძალიან დიდი ნაწილი მოიხმარს გვინდა არ გვინდა ხო რო ახლა რეალურად გარშემო ამ კანონის შემოტანამ სერიოზული პანიკა გამოიწვია და ერთი ამბავი ატყდა რეალურად ახლა რა თუ ძღოლებზე და სატრანსპორტოზე ვისაუბრებ ჯერ იქიდან დავიწყოთ რომ მიღება კანონიერია იმიტომ რომ არ არსებობს არც ერთი კანონი, რომელიც გიგრძელოს მიღებას. ყველაფერს მაგის გარდა გიგრძელოს, მაგრამ მიღებას არ გიგრძელოს. ხო? თემა რა არის, რომ ახლა ტრანსპორტთან მიმართებაში არის ძალიან საინტერესო მომენტი, როდესაც მართავენ, ეს საკითხი ძალიან მნიშვნელოვანი იყო, აი მართვის დროს აქ უკვე სისხლის სამართლის მუხლია გაქვთ, მაგრამ აქ ლაფსუსი არის ერთი ძალიან საინტერესო რომ დღევანდელი კანონის ადმინისტრაციული კოდექსის მიხედვით შესაძლებელი არის რომ პოლიციელმა გაგსინჯოს ან გადაგიყვანოს გასასინჯად ყველაფერზე გარდა მარიხუანისა. შესაბამისად პატრულს არ აქვს იმისი მოთხოვნის უფლება რომ შენ ეხლა წადი ექსპერტიზაზე და მომიტანე პასუხი რომ შენ ხარ მარიხუანას ზემოქმედების ქვეშ თუ არ ხარ. ეხლა მოდი ესაც რომ გავშალოთ უკან, აქ როგორი მომენტი გვაქვს, რომ მარიხუანასთან დაკავშირებით სხვა ნარკოტიკებისა და იგივე ალკოჰოლთან მიმართებაში როგორი სიტუაცია გვაქვს, ალკოჰოლი ავიღოთ რა, გაქვს 0.30 მილიგრამი და შესაბამისად თუ სისხლში ამაზე მეტი გაქვს, ითვლება რომ შენ ალკოჰოლური თრობის ქვეშ ხარ. იმედი არის შკალება დაყოფილი და იქაც რომ მიდიხარ იქ 15 აკლდება და მერე გინაზღაურებს. რა კი ახლა ამოგიგდოროთ 30 ხარი გავიდა. ხო, მაგას ვიძახი 1 საათში 15 მილიგრამია ხო? პრომილე უკაცრავად. 15 პრომილე ამორდა. მარიხუანაზე ესე არ არის. მარიხუანა შეიძლება 2 თვის წინათ კონდეს მოწეული ან 1 თვის წინათ კონდეს მოწეული ან 3 კვირის წინ კონდეს მოწეული და მიუხედავად ამისა ის სისხლში მაინც არის. თრობა უნდა დაგიდასტურდეს და თრობა რო დაგიდასტურდეს მაშინ უკვე ეს კლინიკურად უნდა განისაზღვროს რაც ნიშნავს იმას რომ ექიმმა უნდა დაგიდასტუროს შენი პირადი გასინჯვით და ამავე დროს უნდა კონდეს სისხლში
ამოგივარდეს მარიხუანას არსება. ეს ორი თუ ემთხვევა, მაგ შემთხვევაში ითვლება რომ შენ მარიხუანას თრობა გაგაჩნია და ამ შემთხვევაში შესაძლებელია უკვე სისხლის სამართლის პასუხისგებლობა მოხდეს შენ წინააღმდეგ იმ მუხლებით, რა მუხლებშიც განსაზღვრული არის. ხო, ნუ შენახვასთან მიმართებაში უკვე 5 მილიგრამთან 5 გრამთან დაკავშირებით უკვე სერიოზული პრობლემაა, იმიტომ რომ თავიდანვე კი 500 ლარიანი ჯარიმა არის და ვითომ არაფერი არ არის ეს 500 ლარი, მაგრამ მართვის მოწმობა, საადვოკატო საქმიანობის ლიცენზიის შეჭერება და ასე შემდეგ. ხო, კიდე ბევრი რაღაცები არის, მაგრამ და ამ 5 გრამზე მეტი თუ გიპოვოს 5-დან 8 წლამდეა. უკვე. თუმცა ვერც ერთი მაგ მუხლით ვერ მიიღებენ შედეგს. იმიტომ რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ეგ უკვე ნამსჯელი აქვს. ეხლა რა მოცემულობა გვაქვს? საკონსტიტუციო სასამართლო მიმჯელა და დაადგინა 75 გრამამდე მარიხუანას შენახვის გულისათვის არ შეიძლება ადამიანის პატიმრობაში. მაგრამ ამ ახალ კანონმა ეს საკონსტიტუციოს კი არ გააუქმა, უბრალოდ შეცვალა. ხო. მაგრამ აქ არსებობს მეორე საკონსტიტუციო ვალდებულება კონსტიტუციურ სამართლის მიხედვით, რომ მოსამართლე, რომელიც მიიღებს ამ დაგვარ საქმეს, მას შეუძლია რომ გადააგზავნოს უზენაეს უпростоრე საკონსტიტუციო სასამართლოში და კითხოს. რამდენად ეს მუხლი რამდენად კონსტიტუციურია, ვინაიდან ჩვენ გვინდოდა ამის შეტანა. ეხაც ვიძახი რომ თუ გამოჩნდება ეგეთი, ჩვენ უფასოდ გავუწევთ საადვოკატო საქმიანობას. უბრალოდ რა არის, მე არა მაქვს იმისი უფლება, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში შევიტანო ეს არჩეული, ვინაიდან ეს ჩემი პრობლემა არ არის და მე არ მიდგას ეს საკითხი. მაგრამ თუ ვინმეს აქვს ეს პრობლემა და მის წინააღმდეგ 260 მუხლი არის და მარიხუანა 70 გრამამდე არის, ჩვენ შეგვიძლია რომ ამაზე გაუწიოთ იურიდიული მომსახურება, როგორც კონკრეტულად კერძო საქმეზე, ასევე საკონსტიტუციო საჩელის შეტანასთან მიმართებაში. იმიტომ რომ საკონსტიტუციაში სარჩელს შევიტანთ, ისინი ვალდებულები არიან რომ განიხილონ მისი დასაშვებობა. და თუ მაგრამ დასაშვებობა განიხილოს და დასაშვებობის განიხილება რითი განისაზღვრება, რომ ნამსჯელი აქვს უკვე მას ამ თემაზე თუ არა აქვს ნამსჯელი. თუ აქვს უკვე ნამსჯელი, მაშინ უნდა იმსჯელოს რომ და დაასკვნას რომ ამაზე უკვე ნამსჯელი აქვს და 75 გრამამდე არ შეიძლება დაკავება. უბრალოდ ამათმა რა ქნეს, კანონი ამოიღეს, ახალი კანონი დადეს. ეხლა საკონსტიტუციო სასამართლო როდესაც იმსჯელებს ამაზე, ქვემოდან იგივე მიეწერება, რაც იყო დაწერილი ძველზე. ჩანაწერი, რომ იმიტომ რომ უკვე ეხლა მაშინ როგორ უნდა რა უნდა თქვან ეხლა? გამოვიდნენ და 5 წლის წინ შეიძლებოდა და ეხლა არ შეიძლება თუ ხო 70 პირდაპირ წერია ყველა მიმართულებით ახსნილია თუ რატომ გამოიტანეს ეს მაშინ ეხლა ცვლილება განახორციელონ და თქვა რომ იცი რა შეგვეშალო ეხლა გამოვიდნენ და ვიღაცას ტელევიზორში უსმენდი და ისაო მაშინ სხვანაირი მარიხუანა ეხლა დღეს სხვანაირი მარიხუანა არის და აქედან გამომდინარეო აი გძალოს მოდიფიკაცია განიცადეს ამიტომ რა ვიცი ხა აბა თუ აქ იურისტებს ხა გვისმენენ ადვოკატები და ჩემი დახმარებას თუ მაგ მიმართულები დაჭირდება და გვაქვს ესეთი შემთხვევა დიდი სიამოვნებით ვნახოთ აბა ვცადოთ შევიტანოთ რას გვეთქვეს ჩვენი საკონსტიტუციო სასამართლო ბატონო ვახტანგ გადაცემის დასასრულს უახლოვდებით და ერთი კითხვა უნდა გქონდეს ჩვენაც დავიწყეთ პოდკასტები ჩემ და გასაკვირვადაც და სასიხარულოდაც ძალიან ბევრი სამართლის სტუდენტი და ახალგაზრდა გვიყურებს და ძალიან მიხარია მე პირადად ეს ფაქტი და არჩევას მიცემდით იმ ახალგაზრდებს რომელიც ახლა გადიან ამ პროცესს რასაც იურიდიული განათლება ქვია აპირებენ ჩვენ პროფესიაში ფეხის შემოდგმას და რა უნდა გაითვალისწინონ რა იქნება თქვენი ის ძირითადი რჩევა რაც შეგიძლიათ გაუზიაროთ ჩვენს ახალგაზრდებს ყველაზე მრავალწახნაგოვანი საინტერესო პროფესია გვაქვს. ეს არის ბაზა. იურიდიული ბაზა თუ გააჩნია ადამიანს ყველა მიმართულებით შეუძლია რომ მე განვითარდეს. ეს იქნება ბიზნეს სამართალი, ჩინოვნიკური სამსახური, ეს იქნება საადვოკატო საქმიანობა. ეს ისეთი დიდი პლატფორმა არის, რომელიც გაძლევს მე გაფრენის საშუალებას. უბრალოდ იპოვონ თავისი თავი. ჩემთან როდესაც მოდიან გარკვეული ახლა სტაჟირებასთან დაკავშირებით როდესაც საუბრობ სულ ვეკითხები რომ რა გინდა რომ გამოხვიდე ვინ გინდა რომ გამოხვიდე
გაქვს თუ არა მაგისი უნარები. არიან ძალიან ბევრი იურისტები, რომელსაც უბრალოდ საადვოკატო უნარები არ აქვს. ეს არ ნიშნავს, რომ ის მაგალითად ნაკლებ პროფესიონალია, ნაკლებად ინტელექტუალური არის და მისი განვითარება, თუმცა თუ უნარ-ჩვევები არ გაქვს რაღაცა მიმართულებით, იქ წარმატებას ვერ მოიპოვებ, იმიტომ რომ თუ წეგანაც რომ საუბრობდით, რომ ადვოკატი მარტო ადვოკატი ხო არ არის, რომ შენ მიდიხარ სასამართლოში და საქმეს არჩევს. შენ კლიენტი უნდა მოიპოვო. ეს ორი თუ ერთიანობაში არ აქვს კლიენტი როგორ მოიპოვო, მათთან ურთიერთობა როგორ ჩამოაყალიბო, მაგის ფაქტორი როგორ უნდა გააკეთო და ეს როგორ აუხსნა ის სამართლებრივი პრობლემის გადაჭრის გზა და იქამდე მიიტანა. გენდოს თავის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვან რაღაცებს გენდებ. ჩემთან რომ მოდიან ხოლმე ვეუბნები ხოლმე. ისა ქვია კონსულტაციაზე მეთქი მოდელივით ავარ მე ვთხარით. მართლაც თუ არ მომიყვებით, არ ცხონდებით. მართლა ეგრე. მართლა ესე ხა შენ თუ ხა იმიტომ რომ გაგიტყდება რაღაცა მითხრა და მე ეს არ მეწოდინება, მაშინ მე შეიძლება სულ სხვა რაღაცა გავაკეთო და ამან კატასტროფული შედეგი გამოიწვიოს, ხო? ამიტომ მათთან ურთიერთობაც ერთ-ერთი უნარ-ჩვევა არის, ხო? ნერვი უნდა კონდეს მათთან საუბრისას. მე აი ეს მოწონების თემა, თუნდაც იგივე მარკეტინგი როგორ ააწყო შენი იურიდიული კლიენტი როგორ მოიზიდო და მეორე ფაქტორი არის რომ მე იქ სასამართლოზე შეგიძლია გამოსვლა როგორი გადმოცემის დიქციის როგორი საშუალება და ეს სამი რაღაცა საერთოდ არ არის დამოკიდებული იმაზე რომ შენი იურიდიულად რამდენად განათლებული ადამიანი იცი თუ არა კანონის ჩანაწერა როგორ გამოიყენებ ამ კანონს რა რჩევას მიცემ აი ძალიან ბევრი რამე არის დამოკიდებული ამიტომ თლიანად რა თქმა უნდა იურისპრუდენცია იმდენად ფართო საწყისი და პლატფორმა არის რომლის განვითარების შემთხვევაშიც შეგიძლია რომ ძალიან ბევრ რაღაცებს უბრალოდ ხასიათი გიყალიბდება ისეთი იურიდიულ სოდაამთავრებ რომ არავის არაფერს არ გაუპარებ სულ თავი დაანებო და საქმიანობას და არ გაყვე მაგ პროფესიას ცხოვრებაში რაღაცა წესებს აყალიბებ და შენი უფლებების დაცვას სწავლობ და რაღაცა სხვა კატეგორიაში გადადიხარ იურიდიული მიმართულებით, როდესაც სწავლობ და მე მინდა რომ წარმატება უსურვო ყველას. ძალიან მაგარი თაობა მოდის. ისეთი ბავშვები არიან, რომ ძალიან ჭკვიანები და განვითარებულები და დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე უფრო მეტ ადგილს უნდა პოულობდნენ ადვოკატები და აი სხვა შორის აი ეგ შეუწყობს ძალიან მაგრად ხელს რომ პირველი ინსტანციის სასამართლოზე აუცილებელი უნდა იყოს რომ ადვოკატის ლიცენზია ქონდეს რომ სარჩელის შეტანის საშუალება ქონდეს შეიძლება გააძვიროს მაგრამ პროფესიონალურ ხარისხს გააძლიეროს სინამდვილეში უფრო იაფიც დაუჭდება მე ერთიანობაში ხო ხვდებით იქ ეხა როგორ მომენტი არბიტრაჟში ან რაღაცა სხვა ადგილებში ფულის გადახდა არავის არ უტყდება აი ადვოკატისათვის უფიქრო რატო უნდა გადაუხადე ხა ადვოკატი რა უნდა გააკეთოს ისე რაღაცა უნდა მითხრას ხო ჩემთან რომ მოდიან ყველაზე მთავარია დიაგნოზი დაგისვა სწორედ რომ არამ სწორი გზით არ წახვიდე და მე არ აღმოჩნდე კატასტროფაში რეალურად იურისტები და ადვოკატების აუცილებლობა დღეს მით უმეტეს ოდესაც ეხლა განვითარება ხდება ყველაფერს ერთადერთი პროფესია მგონია მე მგონი რომელიც არ შეცვლის ChatGPT-ით კი არა და ხელოვნური ინტელექტი მე მგონი ჯერჯერობით ჩვენ და პროკურორებს და მოსამართლეებს მე მგონი არ გვაქვს პრობლემა თორე უბრალოდ ხელ შეგვიწყობს რა შენ ხელ შეგვიწყობს ნამდვილად ხელ შეგვიწყობს კი ბატონო, თუმცა ჯერ მით უმეტეს ვერ არის იმ დონეზე მისული, რომ სარჩელი დაგიწეროს და შესაძლებელი გაიკეთოს და ჩაწვდეს იქ რაღაც საკითხებს, მაგ დონემდე კიდე ბევრი აკლია და ამიტომ წარმატებას გისურვებ ყველას და ალბათ თქვენიცით. ვფიქრობ, საინტერესო ეპიზოდი გამოგვივიდა. მადლობა თქვენ ესეთი საინტერესო პასუხებისთვის და საინტერესო ინფორმაციის გაზიარებისთვის. დღევანდელი ეპიზოდი ამით დავამთავრეთ. გთხოვთ გამოიწეროთ ჩვენი YouTube არხი. აუცილებლად გამოიწერეთ YouTube არხი. დიდი მადლობა ბატონო მოხდა მეც შეუერთდები გივის მადლობას. ყოველთვის ძალიან საინტერესოდ ლაპარაკობთ და ცოტათი მოსაწყენ თემას იმდენად საინტერესოს გადმოცემს რომ ამას თქვენი TikTok ნახვებიც მეტყველებს და ყოველთვის საინტერესოა თქვენი მოსმენა და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა. სასიამოვნო იყო თქვენი გაცნობა და ყოველთვის მზად ვარ თანამშრომლობისათვის.